პროქტოლოგიურ დაავადებებზე და პრობლემებზე ვისაუბრებთ ამ რუბრიკაში. ანალური ნახეთქი არის ლორწოვან გარსზე წარმოქმნილი მცირე ზომის ჭრილობა ამ მზარი ანუსის არეში, რომელიც ხშირად იწვევს ძლიერ ტკივილს და სისხლდენას დეფეკაციის დროს. მისი გამოწვევის მიზეზები მრავალფეროვანია, შეიძლება იყოს ყაბზობა, დიარეა, მშობიარობა ან სხვა ტრავმები. როგორია მისი სიმპტომები, როგორ შეიძლება ამ პრობლემის თავიდან აცილება და როდის უნდა მიუმართოთ ექიმს, ამაზე ვისაუბრებთ ნიუ ჰოსპიტალსის რუბრიკაში პროქტოლოგთან მამუკა გრიგალაშვილთან ერთად. ბატონო მამუკა, მოგესალმებით. გამარჯობა კიდევ ერთხელ. ჩვენ ხშირად გვისაუბრია პრობლემებზე პროქტოლოგიურზე ეთერში და ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმაზეც, რომ ამის მიღმა იმდენი სტიგმა და სტერეოტიპი არსებობს, რომ ალბათ ჩვენი ეთერები ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანებს, რომელსაც შეიძლება ექიმთან ვიზიტი ესე უჭირდეთ ხოლმე და ამ კონსულტაციის მიღება, სწორედ ამ რუბრიკის დამსახურებით და დახმარებით მიიღებენ საჭირო ინფორმაციას. მოდი ვისაუბროთ ამ ანალურ ნახეთქებზე. რა ტიპის დაავადებაა და რამდენად გავრცელებული და ხშირი პრობლემაა ეს? ანალური ნახეთქის არის დაავადება, როდესაც ანალურში ყალიბდება ლორწოვანის დეფექტი, ანუ სხვანაირად ვთქვათ, ეს არის ჭრილობა, რომელიც აღარ არის დაფარული ლორწოვანი, შესაბამისად მოხვედრილი ეს განავალი ან ლორწოვის ტკივილის ფონზე კიდევ უფრო ძლიერდება სფინქტერის სპაზმი, რაც კიდევ უფრო ზრდის ტკივილის ინტენსივობას. რაც შეეხება სტატისტიკურ მაჩვენებლებს, უასილის მერე პროქტოლოგიურ დაავადებებში უკავია მეორე ადგილი, ხოლო საერთოდ მოსახლეობაში ითვლება, რომ რაღაც დაახლოებით 2%-ს აწუხებს აღნიშნული დაავადება. იდეაში მე მახსოვს ესეთი შემთხვევები, როდესაც ამაზე ვსაუბრობდით, იყო ამას ახასიათებს სისხლდენა და სისხლდენა როგორც წესი, მე მახსოვს, რომ ძალიან დიდი პანიკის საფუძველია ხოლმე, იმიტომ რომ სულ რაღაცა როცა პაციენტი ხარ და არის ეს სისხლდენა რითია გამოწვეული, რა თქმა უნდა, იწვევს ეს პანიკას. რა უნდა ვიცოდეთ ამ სისხლდენაზე? არის თუ არა რამე მახასიათებლები, რაც შეიძლება მიგვანიშნებდეს, რომ საგანგაშოა და ექიმთან სასწრაფოდ უნდა მივიდეთ? თუ არის რაღაცა მახასიათებლები, რომელიც შეიძლება უბრალოდ პანიკის მოშორების საფუძველი იყოს ჩვენთვის. სისხლდენა ისე გოსილისგან განსხვავებით უფრო ნაკლები ინტენსივობის არის დეფეკაციის დროს, შეიძლება საერთოდ არ იყოს, არის განავალზე და ქაღალდზე. ამით განსხვავდება თქვათ ჰემოროიდული დაავადებისგან, რომლის დროსაც თქვათ წვეთებების სახით ან ნაკადის სახით სისხლი. გასაგებია. რა არის ამ დაავადების მთავარი მახასიათებლები და სიმპტომატიკა? და სხვათა შორის ერთი ინფორმაცია. ამბობენ, რომ ტკივილებით უთანაბრდება თუ არ უსწრებს კიდევ ბუასს. რამდენად სწორია ეს? მთავარი მახასიათებელი არის ტკივილი, რომელიც აღინიშნება დეფეკაციის დროს და დეფეკაციის შემდეგ, ასევე ახასიათებს ქავილი, როგორც აღნიშნეთ, სისხლიანი გამონადენი, რაც შეეხება ტკივილის ინტენსივობას, პირიქით აღემატება ბუასილის ტკივილს. რეალურად რა ვიღოთ ტკივილი ბუასილის დროს ყოველთვის შემთხვევაში, როდესაც არის გართულება თრომბოზის სახით, ანუ არის შესიებული ჰემოროიდული კვანძები, რომელიც ესე რჩება შესიებულ მდგომარეობაში და არ ხდება მათი ჩაცხრობა, ხოლო ნახეთქის შემთხვევაში ტკივილი არის უფრო ესეთ ბასრი ხასიათის, ფოსირებადი, თუ თავიდან დასაწყისში რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდება, რაც უფრო ხანდაზმულია დაავადება, უფრო ხანძლივი ხდება, შეიძლება 24 საათიც კი მიდიოდეს ეს ტკივილი დეფეკაციიდან და მეორე დეფეკაციამდე და ტკივილი იმდენად ინტენსიურია, რომ პაციენტი დროულად მიმართავს ამ ხრივ პროქტოლოგს, განსხვავებით ბუასილისგან, როცა თქვა შეიძლება თელი ცხოვრება ქონდეს და საერთოდ არ მიაკითხოს ექიმს. იმდენად ბატონო, ჩვენ ვისაუბრეთ შესავალში, მე ვთქვი, რა შეიძლება იყოს ამ დაავადების გამოწვევა და განმაპირობებელი, მაგრამ მინდა რომ ამაზე სწორ ფართოდ ვისაუბროთ. ეს არის, არ ვიცი, დიარეა შეიძლება იყოს, ვახსენეთ მშობიარობა და ჩვენ ვიცით, რომ პოსტმშობიარული ტრავმები აღენიშნება ხოლმე ანალურ ხვრელს. უბრალოდ თუ ჩვენ ვისაუბრებთ ამ ნაწილზე დიარეაზე, ყაბზობაზე და ასე შემდეგ, მივდივართ კვებამდე და ორსულობ შემთხვევაში ალბათ ჭიითვებამდე. რა არის ის ბუნებრივი მოვლენები, რაც მაგალითად რის თავიდან არდებაც ფაქტორად შეიძლება გამორიცხული იყოს თანამედროვეობაში? რეალურად მიზეზი ამაზე არის ლორწოვანის ტრავმირება. ძირითადად დაავადებას იწვევს ყაბზობა, როდესაც არის კრივი განავლოვანი მასები და ჭითვის პერიოდში ხდება დაზიანება. ანალოგიურად თქვათ ორსულობის და დიარეის დროს ხშირი ჭითვის ხარჯზე ხდება შედარებით ლორწოვანის ტრავმირება და ანალოგიურად წარმოიქმნება აქაც თქვათ ანალური ნახეთქი. ასევე შეიძლება მოხდეს მექანიკური დაზიანება გარედან თქვათ ქავილის შემთხვევაში ან როცა უყნით იკეთებენ თქვათ ბუნიკის მეშვეობით ხდება დაზიანება ასევე. ვაგნო, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ნახეთქები და ჭრილობა და მithumetes ისეთ არეში როგორც ანალური ნაპრალია, ივარაუდება, რომ ინფექცირების მაღალი რისკი შეიძლება იყოს, ხომ ასე? გართულებებზე მოგვიღებით. ერთ-ერთი მთავარი გართულება სწორედ აქედან გამოდის, რადგან არის ჭრილობა და არის ინფექციის ჭიშკარი, ხდება ინფექციის შეშლის ფონზე ნაყავის გვერდზე არსებული არის დაჩირქება, ვითარდება ეგრეთ წოდებული წვავი პარაპროქტიტი. სხვა გართულება მანთების ფონზე არის ის, რომ ხდება ნაწილუროვანი ცვლილებების ჩამოყალიბება
ნაწიბურული ცვლილებების ხარჯი ხდება დავიწროება ანალური არხის, ან ჩამოყალიბება ანალური სტრიქტორა. ამ შემთხვევაში ყოფილა შემთხვევები, რომ თქვა პაციენტს ვერ გასინჯავ თითით, იმიტომ რომ ანალური არხის დიამეტრი უფრო ნაკლებია მაგალითად ვიდრე თითის დიამეტრი და ფაქტობრივად ვერ ხერხდება ხოლმე პაციენტის ნახვალი. ასევე გართულება თქვა მამაკაცებში შეიძლება პროსტატიტი იყოს 1% არსებობს ალბათობა, რომ ქრონიკული ანთების ხარჯზე მოხდეს სიცივში გადაგვარება. თეორიული რისკი არსებობს, მაგრამ არა. ამ ნახეთქმა შესაძლებელია გამოიწვიოს ყაბზობა? ყაბზობა ისე პირდაპირ მნიშვნელობით, თვითონ ნაპრალი პირდაპირ მნიშვნელობით არ იწვევს ყაბზობას, მაგრამ იმის გამო, რომ აქვს პაციენტს პანიკური შიში, იშვიათად შედის ლაპარპარი შიში, შესაბამისად ხდება ნაწლავის გაზამაცება და მე ამ შიშის საფუძველზე შემდგომში ყალიბდება ეს ყაბზობა. ბატონო მამუკა, როგორ ხდება ამის დიაგნოსტირება და მაგალითად რაღაცა სპეციალური კვლევები არსებობს თუ ეს უბრალოდ დათვალიერებით ხდება, როგორ ვადგენთ? დამახასიათებელი ჩივილები აქვს ნაპრალს, პირდაპირ გვაქვს ხოლმე ეჭვი თქვა ამ არსებულ დაავადებაზე, რაც შეეხება დიაგნოსტირება პერიანალური მიდამოს კანის გადაცევითაც მოჩანს ეს ლორწოვანის დეფექტი ანალურ არხში, შემდეგ თუ თითით გასვლის შედეგად ისინჯება როგორც ლორწოვანის დეფექტი, ასევე გამხატულია სფინქტერის სპაზმი, რაც ერთ ამას აუწყებს დაავადების შესახებ. პრინციპი განსაკუთრებული კვლევა აჩნდება, თუ არ არის სპაზმი, შეიძლება დაინიშნოს პროქტოსკოპიაც, ანუ 10 სანტიმეტრზე მოხდეს დათვალიერება ნაწლავის. მაგრამ როგორც ეს თანხმედრია ნაპრალთან სპაზმი და ამიტომ ძირითადად მე ვფიქრობ, რომ ზოგადად არ ვიცი პროქტოლოგიის თუ უროლოგიის და მსგავსი ტიპის მიმართულების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და გამოწვევა, როგორც დასაწყისში ვთქვი, არის სტერეოტიპების სირცხვილი რაღაც უხერხლობა და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩემი შემდეგი კითხვა ძალიან ლოგიკური იქნება ალბათ თქვენთვის, რამდენად ხშირია ხოლმე ამ დროს თვითდიაგნოსტიკა, თვითმკურნალობა და არის თუ არა ეს დაკავშირებული რაღაც გარკვეულ საფრთხეებთან, მაგალითად, ყოველთვის შესაძლებელია გულისხმობ რა მე ესეთი დილეტანტური პაციენტის თვალით მგონია, რომ ბოსული უფრო რთული დაავადება თავისი არსით, მაგრამ და ამიტომ შეიძლება მაგალითად ვიფიქროთ, რომ აი ესეთ ნახეთქებზე ყოველთვის შეიძლება ექიმთან მისვლა არ იყოს საჭირო და ჩემი თუშველი, ჩემ თავს, თუ აქ შესთომის დაშვების და გართულების ალბათობა იმდენად მაღალია, რომ ყოველთვის ექიმთან ჯობია მისვლა. რადგანაც არის ინფექციის შიშკარი, ამიტომ არის აქ სხვა დაავადების ჩამოყალიბების არსებობა, იცი რომ არ გამოგვეპაროს ან იგივე წავე პარაპროქტიტი ან რაიმე სიფსნური პროცესი, მაგრამ როგორც მოახსენეთ, იმდენად ძლიერია ტკივილი, რომ პრინციპში პაციენტი ცდილობს დროულად მიმართოს და თვითმკურნალობას მაშინ მიმართავს. ზოგი ჭირი რომ მარგებელია ეგ ამბავი. ეცით რა მითხარით, ამის მკურნალობის მეთოდები როგორია? ნიუ ჰოსპიტალში როგორია ამის მეთოდები? რამდენად იოლია მკურნალობა, რამდენად რთულია შეიძლება ერთად თქვენ ტკივნეული, არ არის ტკივნეული, დეტალები რომ პირველ რიგში, ყოველ შემთხვევაში უნდა დავიწყოთ აუცილებლად კონსერვატიული მკურნალობით, არც იმაში მდგომარეობს, უნდა მოხდეს ამ სპაზმის მოხსნა თბილი აბაზანებით. ანტისპაზმური ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებით სამშლები იქნება თუ ალამო და აუცილებელია საჭიროებრივი ტრაქტის დარეგულირება, რომ არ იყოს ყაბზობა და დიარეა. შემდგომში თუ ესე იგი არ აქვს შედეგი კონსერვატული მკურნალობას, არის ხშირი რეციდივი, თუ ჩამოყალიბდება უკვე ეს ნაწიბუროვანი ქსოვილები, ამ დროს აღარ ხდება შეხორცება, ან დროებითი ეფექტი აქვს განშეკონებას, ამ შემთხვევაში უკვე ინიშნება ოპერაციული მკურნალობა, რომელიც ნიუ ჰოსპიტალში ჩვენთან კეთდება როგორც ტრადიციული ქირურგიული მეთოდით, ისე ლაზერის საშუალებით, უნდა მოხდეს ამ უკვე არსებული ნახეთქის თავისი ნაწიბუროვანი ფსკერი და სპაზმის მოხსნა. ლაზერის ოპერაცია იმაში მდგომარეობს, რომ ნაკლებად ხდება საქსოვილების დესტრუქცია და ოპერაციის შემდგომ პერიოდი უფრო მოკლეა, სწრაფად ხდება შეხორცება, ასევე ნაკლებია რისკი იმის, რომ ჩამოყალიბდეს ნაწიბური პოსტოპერაციულად. რამდენად ეს რეაბილიტაციის პერიოდი როგორია, ბატონო მამუკა, ამას მაგალითად ვასილის ოპერაციასთან შედარებით უფრო იოლი რეაბილიტაცია აქვს? შეხორცებას ესაჭიროება დაახლოებით 45 დღე, თუმცა პაციენტი მეორე დღესვე ფეხზეა, რაღაც 10 დღეში შეუძლია უკვე მიმართოს თავის პროფესიულ საქმიანობას თუ არ არის ამ ესეთი ძიმე ფიზიკური სამუშაო. რაც შეეხება ტკივილს, ტკივილი ნაკლებია, იმიტომ რომ ჭრილობა მოიცავს ანალური არხის 1/4-ს განსხვავების ბოასილისგან, როცა შეიძლება თელ პერიმეტრზე იყოს ჭრილობა. ამიტომ შესაბამისად უფრო ნაკლები ინტენსივობის არის ტკივილი და პაციენტებს უფრო ადვილად გადააქვთ შემდგომ პერიოდში. ალბათ, როდესაც ეს მithumetes ესეთ ტკივილთან ასოცირდება კონკრეტული დაავადება, მე ყველაფერს ვაკეთებთ ხოლმე
რომ აღარ მიუბრუნდეთ იმ ტკივილთან და იმ პრობლემასთან, ხო? რაღაც ხასიათის რო უნდა ეხლა გადავრჩე და კარგად ვიყო და მორჩა მე ხვალიდან აღარ შევჭამ ცუდ საკვებს, მაგრამ რა არის ის მავნეჩვევები, რაც აი მაგალითად შემდგომში პრევენციაში დაგვეხმარება? რა არის ხოლმე ეს რეკომენდაციები, როდესაც თქვენგან პაციენტი გადის, ეს იქნება ოპერაციული ჩარევის თუ არის მედიკამენტოზური მკურნალობის შემდეგ, პირველი რასაც ურჩევთ ხოლმე, პრევენცია როგორი უნდა იყოს? პირველ რიგში აუცილებლად უნდა ებრძოლოს ყაბზობას და დიარეას, ასევე ფიზიკური აქტივობა ერთ-ერთი აუცილებელი თემა. ასე საკმაოდ მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელია ის, რომ თქვა დეფეკაციის სრული შემთხვევაში პაციენტი სასულიერო მასში შევიდეს და შეასრულოს თავის დეფეკაციის აქტი, რომ არ მოხდეს, იმიტომ რომ ამ პერიოდში ხდება განმავლობელი მასების გამყარება, რაც ერთ-ერთი თავარ მიზეზს წარმოადგენს ამ ნაპრალის გაჩენა. ერთსაც გითხავთ საუბრის ბოლოსკენ, საინტერესო რა არის იცით, რომ ერთ-ერთი რომ ზრდასრულ ადამიანებს თვით კონტროლის საშუალება გვაქვს და ჩვენ ვაკონტროლებთ ამას, მაგრამ ბავშვებს როცა შეეხებათ საქმე, ეს რამდენად სტატისტიკა როგორია ბავშვებში და მშობლებმა რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და უშუალოდ რამდენად ყურადღებით უნდა ვიყოთ ამასთან. თუ ბავშვთანაც იგივე მახასიათებელი ტკივილია. ბავშვებში უფრო მეტია თქვა ნაპრალის მომართვიანობა, იმიტომ რომ ბოასელი ფაქტორად ნაკლებად არის. და ბავშვებში იმის გამო რომ თქვა ყაბზობის ელემენტები მეტია, ძირითადად ეს ჩივილები აქვთ ხოლმე. სტატისტიკურად უფრო მეტია მაჩვენებელი თქვა მომართვიანობის ნაპრალზე განსხვავებით თქვა დასრულების სადაც უფრო ბოასელია თქვა წამყვანი თემა. აქაც ანალოგიურად უნდა მოხდეს ჯანსაღი კვება და ეს საზურველია რომ ფიზიოლოგიური დეფეკაცია ქონდეს დღეში ერთხელ ან ორჯერ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ რომ ხო კიდევ ერთხელ განმეორდებით თით საუბარი დავიწყეთ ამ რუბრიკის დასაწყისში რომ ეს არის თემები როგორც წესი რომლებიც პაციენტებს რაღაც უხერხულობის გამო გვაწუხებს ხოლმე და შეიძლება ექიმთან ვიზიტები გადავდოთ თუ აი ესეთი ტკივილები არ გვექნა როგორც ნაპრალის გამო არ დებენ პრინციპში. ხო აი ეგ არის მაგაზე ვთქვით ხუმრობით რომ ზოგი ჭირი ალბათ მარგებელია ამ ტკივილის გამო აღარ გადავდებთ ხოლმე ექიმთან ვიზიტს მაგრამ სანამ ტკივილამდე მივალთ იმედია რომ აი ამ რუბრიკის დამცნობიერების ამაღლების წყალობით ვისწავლით რომ საკუთარი ჯანმრთელობის გართულებები მაინც რო ავიცილოთ და ასევე გასათვალისწინებელი ის გარემოება რომ თუ თქვა დაავადების დაწყებიდან რაღაც 45 დღეში ერთ თვეში თუ მიმართავს პაციენტი პროქტოლოგს 90%-ია იმის ალბათობა რომ არ დაჭიდეს ქირურგიული ჩარევა. ამიტომ დროული მკურნალობა ცხადია. ყოველთვის იმას ვამბობთ რომ დროული მკურნალობა, დროული მისვლა სპეციალისტთან ნიშნავს ფაქტობრივად პრევენციას გართულებებს. ძალიან დიდი მადლობა როგორც ყოველთვის ამაზე საუბრისთვის.